Salome ჩვენ შემდეგ სტუმარს ხალხის ძალის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი შემოგვერთა პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა რომ მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები თქვენს მაყურებელს. მოკეთ, ვინდა დავიწყო ძალიან ისეთი აქტუალური თემით, იმედისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის. აუცილებლად გიჩივლებთო დაგვპირდა ნინო ლომჯარია, რომელსაც სავარაუდოდ საზოგადოების ინფორმირებულობა არ მოეწონა იმედის მხრიდან, რომ არ დაუმალეთ საზოგადოებას საქართველოსადმი მისი დამოკიდებულება. მაგრამ ეგრეთ წოდებული ეს კონსპირაციული შეხვედრის კადრების გამოქვეყნების შემდეგ და მისი გადამალვის კადრების შემდეგ ის კომენტარს არ აკეთებს. ზოგადად ესეთი მსგავსი ტიპის შეხვედრები ჩვენ ვნახეთ, ასევე მანამდე გიგაურიც იყო მსგავსი ტიპის შეხვედრაზე პეტერ ფიშერთან. რას ემსახურება, რისთვის ემზადებიან და რას მალავენ ნინო ლომჯარია, პეტერ ფიშერი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სანამ სასამართლოში წავა იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის ანატრელი. კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა გაცილებით ნაკლებ ტკივნეული იქნებოდა, ვიდრე თქვათ სანქციები, რომელიც საქართველოს სანქციებზე უარის თქმა, იმ სანქციებზე უარის თქმა, რომელიც საქართველოს უბრალოდ დაანგრევდა და ჩვენს ეკონომიკას ჩამოაქცევდა. კიდე ფიქრობს თუ არა, რომ ეს როცა ნატრობს ადამიანი ცხელი ბომბების წვიმა საქართველოში, ეს მტრობა არის ჩვენი ქვეყნის, თუ მიაჩნია, რომ სწორედ ეგ არის ჩვენი შეშველება, რომ რამდენიმე ცხელი ბომბი ავაცილოთ სხვა ქვეყანას, რომ ჩვენი ქალაქები და სოფლები დავანგრიოთ. ჩვენი ბავშვები და ქალები დაიხოსონ. აი, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იქნებოდა საინტერესო. რაც შეეხება შეხვედრას, კი ბატონო, გერმანიის ელჩი ფიშერი არ გამოირჩევა საქართველოს მიმართ მეგობრული განცხადებებით, ძალიან ხშირად მისი ზოგიერთი განცხადება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ერთგვარად მტრულიც კი არის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი არის ელჩი და როდესაც ქართველი პოლიტიკოსი თუ NGO-შნიკი ხდება ელჩს, მე მგონი დასამალი არაფერი არ უნდა გქონდეთ და არაფერი კონსპირაციები უკანა კარიდან გამოპარვა და რაღაც მანქანაში გადაჯდომა საჭირო არ უნდა იყოს და როდესაც ასეთი რამეები ხდება შესაბამისად, ბუნებრივია ქართულ საზოგადოებას უჩნდება ეჭვირობდეს, ესე იგი დასამალი იყო და რახან დასამალი იყო, ბუნებრივია რომ პასუხები უნდა გასცეს კითხვას სანამ სასამართლოში წავა. პასუხები უნდა გასცეს კითხვას, რაზე საუბრობდნენ და რატო იმალებოდა, რას უმალავს ქართულ საზოგადოებას. შეიძლება რომ საქართველოში მიდიოდა გერმანიის ელჩოში, მეგობარი ქვეყნის ელჩოში და რაღაცას ზურგს უკან, ქართველი ხალხის ზურგს უკან რაღაცას გეგმავდა. თუმცა მე არ გამიკვირდება პირადად რომ იქ ლაპარაკი ყოფილიყო ნამდვილად დასანქცირებაზე, რაზეც იყო საუბარი, ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ არ გამიკვირდება, იმიტომ რომ უამრავი ცნობა გვაქვს მიღებული ამ წლების განმავლობაში, როგორც ცდილობდა ქართული ოპოზიცია დაესანქცირებინათ საქართველოს, როგორც ცდილობდნენ ჯერ კიდევ თავის დროზე, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზა ლიბერალიზაცია, არ მიეღო ევროპასთან ასოცირების შეთანხმება, როგორ გაოცებული გვიყვებოდნენ ხოლმე ევროპელი ევროპარლამენტარები, რომ რა ხდება ამ საქართველოში, რატო ჩამოდიან ეს თქვენი ოპოზიციონერები და ქვეყნისთვის საწინააღმდეგო მაგრამ მათი ბენეფიტი რა არის? ქვეყნისთვის საწინააღმდეგო ქმედებებს რატომ ლობირებენო? მათი ბენეფიტი არის ის, რომ მათ გონიათ ეგრე, რომ რაც უფრო ცუდად იქნება საქართველოში საქმე, მით უფრო მეტად გაიზრდება იმედგაცრუება ხელისუფლების და მით მეტი მხარდაჭერა ექნებათ მათ. ეს ერთი და მეორე, ამ შემთხვევაში მთავარი ეგ არის მაინც ისინი არასრულებენ საკუთარ სურვილს, მათ აძლევენ დავალებას და ისინი ამ დავალების შემსრულებლები არიან. აგენტურა სხვანაირად ვერ მოქმედებს. სუსმა დაიწყო დაბარებები იმ განცხადებებზე, რაც კეთდებოდა მიზანმიმართულად. ბოლო პერიოდში დაიბარეს თინა ხიდაშელი, დაიბარეს გიორგი კანდელაკი, გუბას სანიკიძე. ცოტა ხნის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, ესეთ განცხადებას მაგალითად სურათ ჯაფარიძეს ჰქონდა, ესეთი განცხადება, რომ ეს არის დაშინების მცდელობა, რომ ადამიანებმა ზუსტი ინფორმაციები არ გაიტანონ. გიგაურმაც განმარტა, რომ ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ და ამიტომ მიმდინარეობს ეს ყველაფერიო. როგორ ფიქრობთ, ადამიანთა ამ ჯგუფის მიზანი, როცა მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, რა არის ამ შემთხვევაში? ხომ არ არის დაუშვათ მცდელობა, რომ კონფლიქტურ ვითარებაში მოხდეს ჩათრევა ქვეყნის? მოდი ავიღოთ თვითონ შინაარსი, რას ეხება, ხო? გამოდიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ღიად აცხადებენ, რომ საქართველოში ხდება ტერორისტების მომზადება და საქართველოში ხდება ამ ტერორისტების რეკრუტირება. ეს არის ისეთი განცხადება, რომელიც არ შეიძლება არ იქნეს გამოძიებული. თუ მათ ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, ისინი დიდი ხნის წინ უნდა მისულიყვნენ შესაბამის ორგანოებში და ამის შესახებ ეთქვას. როცა ისინი ამას საჯაროდ აცხადებენ,
და თანაც ზუსტად ვიცით რომ ზურგს უკან არაფერი არ უდგას. ეს არის უბრალოდ მტრობა ქვეყნის და ამ მტრობის უკან ისევ და ისევ არ შეიძლება სხვა ქვეყნის ინტერესი არ იდგეს. ვინ არის ეს ქვეყანა, რომელიც მათ ამ დაკვეთასაც დამძულოდ არ ვიცი, მაგრამ ეს შეუძლებელია უბრალოდ ესე შემთხვევით ჰაერზე წამოსვლელი სიტყვები იყოს. მით უმეტეს რომ ამას მეცა კამპანიის ხასიათი. შესაბამისად, ბუნებრივია რომ უნდა მოხდეს მათი დაბარება, გამოკითხვა თუ რამე ინფორმაცია აქვს, მიაწოდონ და თუ არ აქვს ინფორმაცია და რა თქმა უნდა მათ ვერანაირი ინფორმაცია ვერ ექნებათ, ამ შემთხვევაში უნდა თქვან განუმარტონ გამოძიებას რატომ აბრალებენ ქვეყანას იმას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი კი არა, შეიძლება დამღუპველიც კი იმ ვითარებაში, რაც დღეს ჩვენ სამეზობლოში ხდება, როდესაც პრაქტიკულად ომის ცეცხლში არის გახვეული მთელი მახლობელი აღმოსავლეთი ერთ სამხრეთისკენ და ჩრდილოეთით უკვე მეოთხე წელია გრძელდება რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ბუნებრივია ამას პასუხი უნდა გასცენ. ეხლა მეორე რაც შეეხება კონკრეტულად ამ თემას, რაზეც ისინი ლაპარაკობენ ამ არარსებულ უნივერსიტეტზე, ამაზე მკაფიოდ ითქვა, რომ მსგავსი უნივერსიტეტი უბრალოდ არ არსებობს არანაირი ლიცენზირებული და ასე შემდეგ, თუმცა არის გარკვეული ორგანიზაცია დაფუძნებული თურმე, რომელიც მე რომ მოვიზიე თქვათ საინფორმაციო წყაროებში, გამოჩნდა რომ 2011 წელს, ანუ სააკაშვილი როცა იყო პრეზიდენტი, მაშინ მოხდა მისი დაფუძნება, რაღაცა სტუდენტები კი არა, მსმენელები ჰყავთ და ეს ასე იყო აქამდეც, როცა თინახიდაშელი იყო მაგალითად ხელისუფლებაში და იყო მინისტრი და თუ მაშინ არ იყო საფრთხე, დღეს რატო გახდა საფრთხე? ამაზე ალბათ თინახიდაშელმა უნდა გასცემს პასუხი, მაგრამ ეს დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორგანიზაცია და მისი ყოველი წევრი თუ რაც არსებობს, ზეპირად ეცოდინებათ ჩვენს სპეცსამსახურებს და შესწავლილი იქნება თითოეული მათი საქმე. ეხლა მეორე, როდესაც აბრალებენ ქვეყანას, რომ თითქოს საქართველო არის ირანისთვის სანქციების გვერდისავლის საშუალება. ჯერ რუსეთთან სანქციების გვერდისავლის საშუალება არის საქართველო გვაბრალებდნენ და გამოჩნდა რომ მსგავსი არაფერი არ ხდება და დღეს ახლა აბრალებენ რომ ირანი არის თურმე საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. აქვე ჩაგიკითხებით, ნახეთ კვლევები, რომელიც შესაძლოა რამდენიმე თვით ადრე იყო ჩატარებული, თუმცა ეხლა ქვეყნდება ეს ყველაფერი, როცა არის აი მართლა ცხელი წერტილი. ეს ეჭვს ბადებს თუ არა თქვენში? ხო, ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ ეს კვლევები კი არ არის, ეს არის ტყუილების დაბრალება, იმიტომ რომ საქართველოს და ირანს შორის არსებობდა დღეს ახლა ბუნებრივი ომი, მაგრამ არსებობდა მინიმალური ურთიერთობა. მეზობელი ქვეყანაა, ახლა ურთიერთობებს ვერ გაექცევა ქვეყანა, მაგრამ 100 კილომეტრია დაახლოებით 150-დან 200 მილიონამდე არის საქართველოს და ირანს შორის ვაჭრობა. მაშინ როცა 3-ჯერ და 5-ჯერ მეტია ჩვენი მეზობლების ვაჭრობა. მაგალითად, სომხეთის ვაჭრობა აღწევს წელიწადში 1 მილიარდ დოლარს, აზერბაიჯანის 700 მილიონს, მაგრამ მე არ მახსენდება და არ მგონია რომ გამოსულიყო რომელიმე აზერბაიჯანელი ან სომეხი ოპოზიციონერი და ტერორისტულ ქვეყანასთან, როგორც ჩვენები ამბობენ, თანამშრომლობა დაებრალებიათ თავიანთი ხელისუფლებებისთვის. რატომ? იმიტომ რომ ისინი არიან დაპირისპირებული თავის ხელისუფლებასთან, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი არიან პატრიოტები და არასრულებენ დაკვეთებს და ამ შემთხვევაში, როცა მსგავსი დაბრალებები ხდება საქართველოს ხელისუფლებაზე და საქართველოს სახელმწიფოზე, ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის აბსოლუტურად შეგნებული მტრობა ჩვენი ქვეყნის და აბსოლუტურად შეგნებული და გაცხადებული პოლიტიკა, რომ როგორმე აისრულონ ის ნატრა, რაც ნინო ლომჯარიამ გამოაცხადა ყველაზე მკაფიოდ, როცა ცხელი ბომბების წვიმა ინატრა საქართველოში და რასაც არაერთხელ ამბობდნენ, თუნდაც იგივე თქვენს მიერ ნახსენები გიგაური და სხვები, რომ აი ახლა გაიხსნა შესაძლებლობების პანჯარა, რომ საქართველომ დაძრას თქვათ ჯარები რუსეთის წინააღმდეგ. ახლა როგორც ჩანს, მოუნდათ რომ ირანის წინააღმდეგ ომში აღმოჩნდეს ჩათრეული საქართველო. ირანთან მიმართებაში მოგვიანებით გკითხავთ, იცით რა მაინტერესებს, წინასწარმეტყველად საუბრობდა იმაზე, რომ ეს ეხლა ამათი გააქტიურება შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი, რომ ამერიკაში საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები შედგა საქართველოს დელეგაციის. თქვენი გუნდის წევრიც იმყოფებოდა ამერიკაში. როგორ ფიქრობთ, როცა მაგალითად ამერიკამ გაცხადებული აქვს, რომ კონსტრუქციული ურთიერთობისკენ სწრაფის ოფიციალური თბილისისკენ. ხომ არ არის ეს მიზანმიმართული გათვლა და უშუალოდ ურთიერთობის გასაფუჭებლად მათი ეს ქმედებები და გარდა ამისა, რა შემთხვევით ნაბიჯებს ელოდებით, როგორ ფიქრობთ, რა გზავნილები იქნება ოვალური კაბინეტიდან? ეს ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა ახალი არ არის, ეს მუდმივად ხდებოდა, უბრალოდ ახლა გააქტიურდა. ჩვენ ახლა ვისმენდით ამ დღეების განმავლობაში ძალიან პოზიტიური შეხვედრები იყო, ძალიან კარგი
ამბები წამოვიდა, ჩვენი ხალხის ძალის წარმომადგენელიც ქალბატონი ეკა სეფაშვილიც იქ არის უმრავლესობის წევრებთან ერთად და გარდა იმისა, რასაც ამბობენ საჯაროდ, თვითონ განწყობაზე როცა ლაპარაკობენ, თქვათ, როცა ვეკონტაქტებით, ეს განწყობა არის უაღრესად დადებითი საქართველოს მიმართ. თუმცა ჩვენი დელეგაციის წევრების განცხადებებზე მეტად მეტყველებს თუ რამდენად დადებითი იყო შეხვედრები, ამაზე კარგად მეტყველებს, როგორი ისტერიკა დაემართათ კოლექტიურ ნაცებს. აი გასული არიან საერთოდ მომსახურების ზონიდან რომ იტყვიან, რამდენიმე დღის წინ თუ წუხელი ყოთ ვარსდები, თინათინ ბოგუჩავას ჰქონდა სრული ისტერია, რომელიც იქამდე მივიდა, რომ ამ შეხვედრების ორგანიზატორს ანა პაულინა ლუნას უწოდა რუსეთის აგენტი და ტრამპის აგენტი. ეს არ გვიკვირს ამ ნაცებისგან, იმიტომ რომ ისინი ტრამპსაც აცხადებდნენ და რუსეთის აგენტად, მაგრამ სინამდვილეში ანა პაულინა ლუნა არის ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი მართლა კონგრესში ყველაზე მეტად გამტარებელი იმ პოლიტიკის, იმ ხაზის, რომელსაც ტრამპი ატარებს. მაგას Make America Great Again, აი ამის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამფუძნებელი და წევრი და შესაბამისად მისი გამოცხადება რუსეთის აგენტად და პუტინის აგენტად კარგად მეტყველებს რა მდგომარეობაში არიან ამ შემთხვევაში ნაცები და კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. ასე რომ აქედანაც კარგად ჩანს, რომ მათი მთავარი მიზანი არის, რომ არ მოხდეს საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება როგორც შეერთებულ შტატებთან, ისე ევროპასთან. ეხლა ამ ხნის განმავლობაში, რაც ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში, ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, რომ აი თქვენ ხომ ამბობდით, რომ ურთიერთობა გადაიტვირთება და რატო არ მოხდა ამ ურთიერთობების გადატვირთვა? ერთ-ერთი ურთიერთობები უკვე გადატვირთულია, როდესაც ყოველი ბრიფინგი არ იწყება საქართველოზე ლაპარაკით და საქართველოს კრიტიკით, ხო? ან არის სიჩუმე, ან არის ერთგვარად დადებითი გზავნილები და მით უმეტეს რომ აი ამ ვიზიტს საქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის ვიზიტი, მანამდე იყო შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დონეზე და ყველა ამ შეხვედრიდან წამოვიდა ძალიან დადებითი გზავნილები. ამ ნაცების ისტერიკას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ისიც, რომ ერთ-ერთი ჩვენი მხარდამჭერი, ძალიან აქტიური მხარდამჭერი სენატორი ბატონი მალინი ამ წუთში ეხლა 2 დღის წინ დაინიშნა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ეს არის ძალიან დიდი წონის მქონე დეპარტამენტი, ეს მალინი კიდე არის ადამიანი, რომელმაც დაბლოკა სწორედ ის არამეგობარი აქტი, რომლის მიღებასაც საქართველოს არამეგობრები ცდილობდნენ ამერიკის კონგრესში. შესაბამისად, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა გარკვეულწილად უკვე მომხდარიც არის და უფრო მეტ სველოდებით ბუნებრივია. როგორ ფიქრობთ, აი მაგალითად ცოტა ხნის წინ დიპლომატიური ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით ვნახეთ კონკრეტული, ასე ვთქვათ, ზომები. ეს არის ევრობიუროკრატების მხრიდან, ანუ ბოლო სიმულაცია, манипуляცია გნებავთ, დავარქვათ, თუ შესაძლებელია კიდე მაგალითად, თუნდაც მომავალ კვირაში იყოს რაიმე სახის უფრო ისეთი ხისტი განცხადებები, ქმედებები. წეგან უსმენდი თქვენს წინასწარ სტუმარს ზვია ჩალამბერიძეს და უბრალოდ უნდა დავეთანხმო მას, რომ რა თქმა უნდა შესაძლებელია იყოს შემდეგი მცდელობებიც. ახლა ერთი არის დიპლომატიური ვიზები და მეორე არის საერთოდ ვიზოს გაუქმებას ეცდებიან თუ არა. ჯერ კიდე 1 წლის წინ, როდესაც მე ერთ-ერთ ეთერში რადიო სივრცეში ვთქვი, რომ რა თქმა უნდა ველოდოთ ამ ნაბიჯსაც, კიდევ მორიგი ისტერიკა აიწეხეს კოლექტიურმა ნაცებმა, თქვენს რომ თითქოს ეს არის ჩვენი მიზანი, ამ შემთხვევაში ხალხის ძალა, ოცნება ერთ პოზიციაზე ვართ, ხო, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან მიმართებაში ჩვენი მიზანია, რომ ღირსეულად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი და თითქოს ჩვენი მიზანი არის, რომ რაღაცნაირად ხალხი შევაჩვიოთ, რომ ეს უვიზო გაუქმდეს და ხალხი შევაჩვიოთ ამას. უბრალოდ ესეც სიბრიყვეს რომ ადამიანი იტყვის, იმას პოლიტიკოსიც არ უნდა ერკვას, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში მარტო ქვეყანას და ხალხს კი არ დააზიანებს, პოლიტიკურად ჩვენ დაგვაზიანებდა, მაგრამ როდესაც ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც მართლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა
დაკარგოს უვიზო და მე შენ გაბრალებენ ამას ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იქნებენ თავს. თუმცა დღეს ევრობიუროკრატიას საქართველოს ზეწოლისთვის ბოლო იარაღად დარჩა, მე მგონი სწორედ ის, რომ უვიზოს გააუქონ მთელი ქვეყნისთვის და რამდენად შეძლებენ ამას ეს ცალკე საკითხია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არ არის ერთიანობა თვითონ ევროპულ ქვეყნებს შორის. თუმცა ეს არის იარაღი, რომელსაც მუდმივად ეცდებიან, რომ გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ. მე იმედი მაქვს, რომ ეს მათ არ გამოუვათ, თუმცა რა თქმა უნდა ამას ეცდებიან. რაც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, ეგ ნაკლებად საინტერესოა და ვერავის ამითი არც ვერ დააშინებენ, ვერც გვატკენენ ამითი ვერაფერს. უვიზოს გაუქმება იქნება, რა თქმა უნდა, მტკივნეული ჩვენი საზოგადოებისთვის, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ და თვითონ ისინიც ერიდებიან, იმიტომ რომ ეს არის ბოლო იარაღი, რომელთაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე, რომ საზოგადოება დარაზმონ ამ ქუჩაში გასული ოპოზიციის გარშემო. ხო, შიდა არეულობაზე ბუნებრივია გათვლა და სხვა არაფერზე, მაგრამ ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ვერანაირი უვიზოს გაუქმება ვერ შეედრება იმ საფრთხეს, რაც არის საქართველოს ომში ჩართვა და თუ აქამდე ვამბობდით, რომ არსებობდა რუსეთთან კონფლიქტის საფრთხე, დღეს ცეცხლი არის მოდებული ჩვენს გარშემო და კიდევ ერთს გავიხსენებ, როდესაც ამ რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი ვთქვი, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ირანი არის ჩვენი მეზობელი. მგონი ჩემს გეოგრაფიის მასწავლებელს ახსენებდნენ, რომ საერთოდ არ აქვს საზღვარი და ის არა რომელ მეზობლობაზე ლაპარაკობთ და თბილისიდან ბათუმი უფრო ახლოს, უფრო შორს არის, ვიდრე ირანის საზღვარი. აღარ ვამბობ საქართველოს სამხრეთის საზღვრიდან ირანამდე მართლა 200 კილომეტრიც არ არის და 900 კილომეტრია თორცები თბილისიდან თეირანამდე. დიახ, თუ თეირანი კიდე შორს არის და საზღვარი ძალიან ახლოს არის და როდესაც აზერბაიჯანის საზღვართან დრონები შეინიშნება, როდესაც აზერბაიჯანი ახდენს მობილიზებას, ესე იგი თავის საზღვრის დასაცავად, ესე იგი ფაქტია, რამდენად ახლოს ვართ კონფლიქტის ზონასთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. აი სწორედ ამაზე ყველაფერს ერთადერთი რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენ თავს, ეს იქნება, რომ ჩვენ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა, იმიტომ რომ ეს არის თავარი საფრთხე ახლა ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ ახსენეთ, რომ საქართველო არის ფაქტობრივად ცეცხლის რკალში და აი დაბალანსებული პოლიტიკა უნდა გქონდეს. ზოგადად ეს ახდენს ეს ომი გლობალურ ძალთა ბალანსზე გავლენას. რა შედეგები შეიძლება მოყვეს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა დაუშვათ აღმოსავლეთ ევროპა და სამხრეთ კავკასია? ამ ყველაფერს. ომის შედეგებს გულისხმობ. ანუ გლობალურ ძალთა ბალანსი დიდი თამაშია ფაქტობრივად და ჩვენ როცა ცეცხლის რკალშია საქართველო ბალანსის პოლიტიკა როგორი უნდა იყოს და რამდენად ფრთხილად არის გასავლელი ეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ვექტორი ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული, ეს არის დასავლური ინტეგრაცია, ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრები, თუნდაც აი ბოლო დღეებში, როდესაც ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია იყო ჩასული და ეხლაც იქ არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ლაპარაკი სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების განახლებაზე, ეს არის ჩვენი ვექტორი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვართ ძალიან რთულ რეგიონში და ჩვენი თავდაცვის ძალები არ არიან ახლა იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ შევძლოთ ესეთ დიდ მეზობლებთან გამკლავება, როგორც გინდა ჩრდილოეთით არის, გინდა სამხრეთით. ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, ეს არის ჩვენი პოლიტიკა. რაც შეეხება მიმდინარეობებს, ამ მიმდინარე ომში ომის გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების და ისრაელის ძალებს უფრო გაცილებით დიდი ძალა აქვთ, ვიდრე ამ შემთხვევაში ირანს, აბსოლუტურად გაბატონებული არიან ჰაერში და როგორ დამთავრდება, რამდენ ხანს გაგრძელდება ამაზე, ახლა მე არ დავიწყებ სპეკულაციას, ან როგორ გავლენას მოახდენს ეს გლობალურ ბაზრებზე, რა იქნება თქვა ნავთობის ფასი ხვალზე, ჩვენ უნდა ვცადოთ ამ შემთხვევაში მინიმალური ზარალით გამოვიდეთ აქედან. ნუ ხა უკვე ქუჩაში რო გახვალ, დღესაც იგრძნობა ამ ომის გავლენა, იმიტომ რომ თქვა ლარის კურსმა გარკვეული ცვლილება უკვე განიცადა. საქართველოს იყო ერთ-ერთი პირველი კი არა, ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი მოქალაქეები გამოეყვანა
იმ რეგიონის ქვეყნებიდან, რომლებიც ომის მოსაზღვრენი არიან. ჩვენ უბრალოდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისთვის, ჩვენი ეკონომიკის დაცვისთვის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მათი გამოყვანისთვის იმ ზონიდან, სადაც შეიძლება გარკვეული საფრთხე არსებობდეს და დანარჩენი, რა ვიცი, სოფლიო ეკონომიკა როგორმე გადარჩება, რაც უნდა რწყევები იყოს ნავთობის ფასებზე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ეთერში ვიცე-სპიკერი ხალხის ძალის თავმჯდომარე სოზარ სუბარი საუბრობდა